ალბათ ყოლიაც შენს ცხოვრებაში, შენს გამოცდილებაში ისეთი ადამიანი, რომელსაც გამოუყენები ხარ. მანიპულატორი ადამიანი, რომელსაც შენ გზნობებზე უთამაშია, შენს ცხოვრებაში სხვადასხვა საკითხებში უთამაშია, თუნდაც ნიღბით მოუტყუები ხარ, ბევრი რაღაცა უტკენინებია შენთვის გული, თუნდაც. რა თქმა უნდა, ყოლია. ყველა ადამიანს უნახია ესეთი ადამიანი მის ცხოვრებაში და ყველა ადამიანს ამოუცუნია და შეუსწავლია ესეთი ადამიანები. ჩვენს გარშემო ესეთი ადამიანები ძალიან ბევრია. ძალიან ცუდია, როდესაც ადამიანს ენდობი და მე ის ადამიანი შენ გიყენებს, ეგრეთ წოდებული ვიგოდნიკია და მე შენ გულნატკენი რჩები შენს ცხოვრებაში. უბრალოდ ისეთი რა მაინტერესებს, აი თვითონ მანიპულატორ ადამიანების აზროვნებაში რა არის? ნუ თუ რა ხვდებიან მის ფასს. თქვენი ფასი რა არის? იცით ამ ყველაფერს მე, როდესაც გამოაშკარავდებით? ნული. არაფერი არ არის თქვენი ფასი, დამთავრებულია. როცა ადამიანი დაინახავს შენს რეალურ სახეს, რომ ის შენ გამოიყენე. ნებისმიერ ურთიერთობაში ვიძახი, ფინანსური იქნება თუ მორალური თუ ადამიანური თუ ქალვაჟური თუ ნებისმიერნაირი ურთიერთობა გამოყენებით, ანუ როდესაც იყენებს ერთი ადამიანი მეორეს, მაგაზე ცუდი საქციელი არ არსებობს ცხოვრებაში. რაც შეიძლება ადამიანმა ადამიანს დამართოს. თუ შენ არ ხარ რეალური, შენ უკვე ატარებ ნიღაბს, ქმნი ტყუილს და ამ ტყუილში აცხოვრებ სხვას და ატყუებ და აჯერებ ამ ტყუილს, მაგრამ ადრე თუ გვიან ყველა ტყუილი გამოაშკარავდება და ყველა ნიღაბი ჩამოცვინდება. ერთი რისიც უნდა გეშინოდეთ მანიპულატორ ადამიანებს არის, რომ სინდისი გაგეხსნათ ოდესმე. სინდისი გაგეხსნათ. რომ იგრძნოთ რა არის. იგივე უნდა განიცადოთ თქვენს, რასაც სხვისთვის გაგიკეთებიათ. იგივე უნდა განიცადოთ. და უნდა გეშინოდეთ ღმერთის და თქვენ ცხოვრებაში ყველაფერი დაბრუნდება უკან, დაგიბრუნდებათ ყველა ცუდი საქციელი, რაც შეიძლება თქვენ მიაყენოთ ნებისმიერ იმ ადამიანს, ვისაც ატკინეთ გული თუნდაც ერთხელ მაინც. აუცილებლად დაგიბრუნდება, ბუმერანგია ცხოვრება, უკან შეიძლება უფრო მძიმეთაც დაგიბრუნდეს. იმიტომ ყოველთვის უნდა გაუშვას სიკეთე, პოზიტივი, სიყვარული უნდა გასცე, რომ 4 მაგათ, 5 მაგათ უკან დაგიბრუნდეს კარგად. ანუ მოლოდინის რეჟიმში კი არ უნდა გაუშვა, უბრალოდ შენი გულიდან და სულიდან უნდა გაუშვა. აი ეს არის სულ რა. სამწუხაროდ ესეთი ადამიანები ჩვენს რეალურ ცხოვრებაში, რეალურ სამყაროში ძალიან ბევრია. და ამ ადამიანების არსებობით ჩვენ უფრო სწავლობთ ცხოვრებას და უფრო ძლიერდებით. უბრალო ადამიანები. დიახ. წარმატებებს გისურვებთ და ბედნიერ, ლაღ და მშვიდ გარემოში ცხოვრებას გისურვებთ, სადაც სიყვარულია და ჰარმონიაა ყოველთვის.